ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ჩვენი ნაკრების პირველ შეხვედრამდე რამდენიმე საათი დარჩა. ერთა ლიგის ახალ სეზონს საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთთან მატჩით გახსნის. შეხვედრის წინ ეროვნული გუნდის ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ საინტერესო თემებზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ მწვრთნელის და კაპიტანიც ხაზს უსვამს, რომ კმაყოფილება და ევროპაზე მიღწეული წარმატება კარგია, მაგრამ ეს უნდა დავივიწყოთ და ახალი წარმატების მისაღწევად უნდა ვიბრძოლოთ. მათი კომენტარების მოსმენამდე არ დაგეზაროს, დამითმე 2 წამი, დაალაიქე ვიდეო და გამოიწერე აქ. ჩეხეთთან ფაქტობრივად იგივე ფეხბურთელები ითამაშებენ, ვინც ევროზე ითამაშა. აქედან გამომდინარე ალბათ მსგავსი თამაში იქნება, თუმცა ჩეხეთი ძალიან სპეციფიკურ ფეხბურთს თამაშობს და იმისთვის, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ, მათ წინააღმდეგ უკეთ უნდა ვითამაშოთ, ვიდრე გერმანიაში. ჩეხეთის სათამაშო სტილი ძალიან სპეციფიურია და ჩვენს სავარაუდოდ მეტი ძალისხმევით მოგვიწევს თამაში სასურველი შედეგის მისაღებად. ყველას გახსოვთ, როგორ გაგვიჭირდა ევროზე ამ გუნდთან დაპირისპირება. ამიტომ ახლა ძალების სრული მობილიზაციაა საჭირო. ვფიქრობ, გადამწყვეტი ფაქტორია მოთამაშეების რწმენა. მათ დაიჯერეს, რომ შეუძლიათ წარმატებას და დიდ მიზნებს მიაღწიონ და ასეთი თავდაჯერებულობა ყველა თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, მოთამაშეებმა უკეთ იციან, როგორ თამაშს უნდა ელოდონ ხვალ და ეს ჩვენთვის უპირატესობა იქნება. გვეცოდინება, რისი გაკეთება მოგვიწევს. რამდენიმე მცველი გამოგვაკლდა და ახალი ფეხბურთელების გამოძახება მოგვიხდა. გოგლიჩიძე ჩემთვის სრულიად ახალი სახე არ არის. მას კარგად ვიცნობ 21 წლამდელებიდან და იტალიაშიც მუდმივად თვალს ვატევნებ. ასე რომ, ბევრი არ მიფიქრია. ის უნდა შეეჩვიოს ნაკრების გარემოს და ვფიქრობ, სულ მალე გამოადგება კიდეც ნაკრებს. ევროს შემდეგ ეს შეკრება პირველ რიგში მოთამაშეებისთვის იყო ძალიან კარგი. როდესაც ასეთ წარმატებას აღწევ, მადა გეხსნება და მეტის მიღწევა გსურს. ვფიქრობ, ჩვენი გუნდი ამ კუთხით ძალიან მოტივირებულია და რაც ჩვენ ზაფხულში გავაკეთეთ, ეს გამონაკლისი არ უნდა იყოს. უნდა გავაგრძელოთ წარმატების მიღწევა. მოთამაშეებმა იციან, რომ მე მათგან იგივე შრომას და პროფესიონალიზმს მოვითხოვ, რაც მათ ბოლოს გამოავლინეს. ერთა ლიგა კი ახალი შეჯიბრია. ზოგიერთი გუნდისთვის ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია და ამხანაგურებივით უუდგებიან. თუმცა ჩვენი მიზანია რეიტინგში წინ წავიწიოთ, უკეთეს გუნდებთან ვითამაშოთ და ჩვენი სათამაშო კლასი ავწიოთ. დავინახოთ, რამდენად მზად ვართ უფრო მაღალი მიზნებისთვის. რაღაც ისეთ შექმნილი მდგომარეობა გულშემატკივრებშიც, რაც ძალიან პოზიტიური არის და ყველა კმაყოფილი არის. ვფიქრობ, ხანდახან არ უნდა იყო ესე კმაყოფილი, რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი ევროპის ჩემპიონატი ჩავატარეთ და ყველა გვეამაყება ესეთი ჩემპიონატი რო ჩავატარეთ, მაგრამ ვფიქრობ, ეს ჯგუფი ძალიან რთული სათამაშო იქნება. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, ვისაც ვფიქრობ, რაღაც ზედმეტად თავდაჯერებულები არ უნდა ვიყოთ, ვფიქრობ და აი მან შეცდომა არ უნდა დაუშვათ. პირიქით ეს წარმატება რაც ქონათ, გვერდზე უნდა გადავდოთ. მოგვახსოვდეს რა თქმა უნდა, მაგრამ ეს თამაშები აუცილებლად რაღაც ახალი მოხდით უნდა ვითამაშოთ. და არ გვაქვს, არ უნდა დაუშვათ შეცდომა ამ ჯგუფში და რაღაც ვიფიქროთ, რომ იცი რა ადვილად მოვიგებთ. ვერ მოვიგებთ ადვილად. ვერც ერთ გუნდთან ვერ გვექნება იოლი თამაში, ვფიქრობ ძალიან რთული თამაშები გვექნება. რამდენად მოემზადებით ჩვენ ამ თამაშებისთვის ვნახავთ. მაგრამ ძალიან რთული მეტოქეები ყავს. ხვანდელი თამაშიც ხანდახან მეგობრებს რო ველაპარაკები, მეუნებიან რომ იცი რა, ძალიან იოლად მოუგებთ ჩეხეთის ნაკრებს. რატომ მოუგებთ იოლად? ისეთი გარემო არის შექმნილი, თითქოს საქართველოს ნაკრები ტოპ გუნდია. არა, ვფიქრობ, ისევ უნდა ვიშრომოთ, ისევ უნდა გვინდოდეს წარმატება, როგორც გვინდა ევროპის ჩემპიონატამდე. უკვე აღნიშნეთ, რომ ჩეხეთის ნაკრები ფიზიკურად ძლიერია, ყველამ ვიცით. ჩემი აზრით, რაც ძალიან გაგვიჭირდა პირველ თამაში ევროპის ჩემპიონატზე, ეს იყო სტანდარტული მდგომარეობები. ძალიან ბევრი მომენტი შეგვიქნეს. კუთხურებიდან აუტებსაც საჯარიმოში ისვრიან და ძალიან ბევრი ორთაბრძოლა გვექნება, ხვალ მოსაგები განსაკუთრებით დაცვის ხაზს. და ძალიან რთული იქნება, იმიტომ რომ ფიზიკურად ძლიერი ჩვენზე მაღლები არიან. ფიზიკურად ჩვენ ძლიერები არიან, ამიტომ ჩვენც ისე უნდა დავდგეთ, რომ რაც შეიძლება ბევრი ორთაბრძოლა მოვიგოთ. რა თქმა უნდა, ჩემთვის უმჯობესია, რა თქმა უნდა, დინამოზე თამაში, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მთავარია, რომ იყოს სავსე სტადიონი. ვფიქრობ, მოცემულ შემთხვევაში ლოკომოტივი არის კარგი ვარიანტი იმისთვის, რომ სტადიონი გაივსოს და რაღაც გულშემატკივრები უფრო ვიგრძნოთ და ეს მუხტი გულშემატკივრო რომ მოგცეს, იმიტომ რომ სამწუხაროა, რომ დინამო არენაზე ვერ თამაშობ ჩემთვის, მაგრამ ის ნახევრად სასვე სტადიონი რაც მგონია, რომ არ იქნება კარგი. ისეთი გარემო არის შექმნილი, რომ წნეხს აქვს და წნეხი არის ხანდახან კარგი ფეხბურთში.
აი რაღაც ყველა ბედნიერი ვართ ევროპის ჩემპიონატის და ეს ყველაფერი იმიტომ ვიძახდი რომ უნდა დავივიწყოთ. ჩვენი გულშემატკივარი იყო სასწაული პერფორმანსები დადეს, გრძნობდით ფეხბურთელები, მათ ხარდაჭერას დახვედრათ, საოცარი ზეიმი იყო მართლა ყველასთვის. და ხშირად ბიჭები ვიხსენებთ ხოლმე რა მაგარი ზაფხული გქონდა. ვფიქრობ, უფრო მეტი წნეხი გჭირდება ჩვენ იმის არა, უფრო ფეხბურთზე გადმოვერთო და დავიშვათ ცოტა რეალობაში და დავიწყოთ რაღაც ახლისკენ მუშაობა, მეტი არაფერი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 7 სექტემბერს 20 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ამის შემდეგ კი ჩვენი ნაკრები ალბანეთში გაემგზავრება, სადაც 10 სექტემბერს ითამაშებს. გამოვხრევთ ჩვენი ბიჭები და წარმატებები ვუსურვოთ ჩეხეთთან დაპირისპირებაში. საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებმა კი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში მოლდოვას უმასპინძლეს და მეტოქე დამაჯერებლად 3-0 დაამარცხეს. რამაზ ვანაძის გუნდი მიმდინარე შესარჩევზე წარმატებით ასპარეზობს და ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსიც აქვს. რამაზ ვანაძე ვილისანიოლის მსგავსად ჩვენს ნაკრებს როგორც წესი 5 მცველით ათამაშებს, თუმცა ამ შეხვედრისთვის ქართველმა სპეციალისტმა ფორმაცია შეცვალა და გუნდი მოედანზე 4 მცველით გამოიყვანა, რამაც აშკარად დადებითი შედეგი გამოიღო. მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ, დღევანდელი სამი ქულა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო. რა შემიძლია ვთქვა, პირველ რიგში ის მახარებს, რომ სამი ქულა ავიღეთ. ამას ემატება ის, რომ მთელ რიგ ეპიზოდებში და თითქმის თამაშის უმრავლესი ნაწილი ეტაპებში გავატარეთ. პლუს ამას ემატებოდა ის, რომ ძალიან ლამაზი გოლები გავიტანეთ, კომბინაციური თამაში ვითამაშეთ და თქო უნდა ეს ყველაფერი მახარებს. რაც შეეხება მეორე თამაშს ნიდერლანდებში, ვიცით ვის ვთამაშებით, რთული თამაში გველოდება. მაგრამ მე მგონი ბიჭებთან საუბარი, ჩვენ ვფიქრობ, რომ სათვართ ამ ყველაფრისთვის, ვფიქრობ, რომ შანსები გვექნება და ვეცდებით, რომ ეს შანსები მაქსიმალურად გამოვიყენოთ. საომავლოდ, რაც შეეხება ჩვენ სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ძალიან კარგი შანსი გვაქვს გასვლის შემდეგ ეტაპზე და ყველაზე მთავარი რაც არის ჩვენთვის, ჩვენ თავიდან გვქონდა მიზანი, რომ შესაძლოა ბოლომდე ჩვენ თამაში ყოფილიყავით, ჩვენ ბრძოლაში ყოფილიყავით, ჯერჯერობით ეს ყველაფერი სრულდება. ამისთვის რა თქმა უნდა, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს ყველაფერი აქამდე მოიტანა, მაგრამ ეს გუშინდელი დღე იყო და ჩვენ ყოველთვის წინ ვიყურებით და ამიტომ ნიდერლანდების თამაში იმედით ველოდებით. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო გულშემატკივარს, ხარი დაგვიჭირეს. აღნიშნა წინასამაჩო ინტერვიუშიც, რომ ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გულშემატკივრების ხარდაჭერას და ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს იმათ ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, რომლებიც დღეს დგამენ დიდ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს, ის წნეხის ქვეშ თამაში, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, ეჩვევიან ამ ყველაფერს და მადლობა კიდევ ერთხელ მათ და დარწმუნებული ვარ, შემდეგ თამაშებში კიდევ მეტი მაყურებელი იქნება. ულოცავ გონს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას, ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა ავიღეთ ძალიან კარგ გუნდთან. და რაც ორმაგაც ასე ხარულო არის, ძალიან მაღალი ხარისხია ჩვენა გუნდმა, რაც ძალიან დიდი მუშაობის და შრომის შედეგი არის. პირველი ოფიციალური გოლი გავიტანე ნაკრებში და ძალიან ბედნიერი ვარ, ორმაგი мотиваცია არის ჩემთვის, რომ უფრო მეტი და მეტი გავაკეთო. და რაც შეეხება შემდეგ თამაშს, 4 დღეში გვაქვს განმეორებითი თამაში ჰოლანდიასთან. ძალიან მნიშვნელოვანი სამი თამაში დაგვრჩა და ეს თამაში უკვე ჩვენთვის წარსული არის და ჰოლანდიასთანაც მოსაგებად გავხდით. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო გულშემატკივარს, რომელიც 90 წუთის მანძილზე არ გაჩერებულა და უფრო მეც და მეც ვპირდებით მათ, რომ მათი ქულები გავახაროთ. შეგახსენებთ, რომ 7 ტურის შემდეგ 21 წლამდელები 16 ქულით მეორე პოზიციაზე არიან და ნიდერლანდების ნაკრებს 5 ქულით ჩამორჩებიან. შემდეგი შეხვედრა კი სწორედ ნიდერლანდების ნაკრებთან გვაქვს. ევროპის ჩემპიონატის საგზურს პირველ ადგილოსანი სამ საუკეთესო მეორე ადგილოსანთან ერთად ავტომატურად მოიპოვებს. ხოლო დარჩენილი 6 მეორე ადგილოსანი პლეი-ოფში გააგრძელებს ბრძოლას. თუ მოგეწონა ვიდეო, დალაიქეთ და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი სიახლოვე. და ეს არის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის თამაშებს და უგულშემატკივრე ქართულ ფეხბურთს.